5 საათში გაყიდული 644 ბინა. Ყველა დროის რეკორდი რეგიონში არქის გაყიდვების გრანდიოზულ ღონისძიებაზე დაფიქსირდა. ბინა გრანდ ავენიუზე ქალაქის ახალ ცენტრში უპირობოდ ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა. ადგილზე განსაკუთრებული გარემო იყო შექმნილი, სადაც სტუმრებს კომპანიის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა სიტყვით მიმართეს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ახლოდან გაეცნოთ ქალაქი ქალაქში კონცეფციის შექმნილი უნიკალური კომპლექსი. ღონისძიებაზე დამატებით მომავალი არქელებისთვის წამახალისებელი გათამაშება მოეწყო. ია ივაზაშვილი მოგუყვება დეტალებს ნახოთ სიუჟეტი. გრანდ ავენიუ არქისგან, ქალაქის ახალი ცენტრი, უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთიანდება. არქიმ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი წარადგინა და გაყიდვების გრანდიოზული ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე ბინის შეძენის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა და რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა. სულ რაღაც 5 საათში 644 ბინა გაიყიდა. სწორედ ამ დღეს არქი მომხმარებლებს მისცა შანსი, რომ გრანდ ავენიუზე ბინა განსაკუთრებულ ფასად შეეძინათ. დღეს, როდესაც ჩემი ოჯახის წინაშე დადგა მეორე ბინის შეძენის საჭიროება, მე კითხვა არ გამჩენია, სხვაგან არ მიძებნია და არქი არის ჩემი არჩევანი, რომელსაც მუდმივად უბრუნდები. ამიტომ მოლოდინები ეს 6 წლის წინ უფრო მქონდა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება მივიღე და ყველა მოლოდინი, ყველა იმედი გამიმართლა ამ კომპანიამ, ამიტომ დღეს ჩემი ცხოვრების მომავალს და ჩემი შვილების მომავალს თავისუფლად მივანდობ ამ კომპანიას. ამაყები ვარ დღეს, რომ დღეს ესეთი დღე არის. ამხელა პროექტს ვაანონსებ. სიამაყეა და აგრეთვე ვფიქრობთ, რომ ქალაქისთვის და ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ. ამ უბნით, ამ პროექტით, ამ ლამაზი უბნით და უფრო ლამაზი გახდეს ჩვენი ქალაქი და უფრო საინტერესო. პროექტი აერთიანებს პრემიუმ და კომფორტ კლასის ბინებს, საოფისე და საზოგადოებრივ სივრცეებს, საერთო სამუშაო ზონებს, ღია და დახურულ აუზებს, პადელ ცენტრს, თანამედროვე სტანდარტების სკოლასა და საბავშვო ბაღს, მუზეუმს, გასტრონომიულ ზონებსა და სხვა ობიექტებს. ლოკაციაზე დამატებით იგეგმება საფეხმავლო ხიდისა და სამანქანო გვირაბის მშენებლობა, რომელიც გრანდ ავენიუს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. არქი გრანდ ავენიუ იქნება ნამდვილად ქალაქის ახალი ცენტრი, სადაც იქნება ევროპული სტანდარტების და უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და იქნება ყველაზე თვითმყოფადი და მაგარი უბანი თბილისში. ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია, რომ გავაკეთოთ გრანდ ავენიუ არქისგან. ინფრასტრუქტურის კუთხით კი მე ესე ვიტყოდი, რომ კონკურენციას გაუწევს სოფლიოში ცნობილ უბნებს და პროექტებს. მიხარია, რომ საშუალება გვაქვს, რომ ამ პროექტშიც მივიღოთ მონაწილეობა. საკმაოდ მნიშვნელოვანი და გრანდიოზული პროექტი ხორციელდება ქალაქის მასშტაბით. როდესაც კომპანიის მენეჯმენტმა წარმოადგინა ხედვა ამ ტერიტორიის განვითარების, საკმაოდ კარგი კონცეფცია იყო, რაც იყო ბანკის მიერ მოწონილი. პროექტში განხორციელდება $1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია. გამწვანებასა და რეკრეაციას 75% დაეთმობა. გრანდ ავენიუს კომპლექსის დაგეგმარებასა და განვითარებაზე კი მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო დონის არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობენ. გრანდ ავენიუს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გააერთიანებს ავთენტურ სივრცეს ბუნებასთან, სადაც ხეები, მწვანე გარემო არ იქნება უბრალო დეკორი, არამედ შევქმნით ქალაქს ბუნებაში. მნიშვნელოვანია, რომ არქი ზრუნავს გარემოსა და ლანდშაფტის განვითარებაზე. ასეთ ყურადღებას უთმობს თითოეულ დეტალს. ჩვენთვის ეს პროექტი განსაკუთრებულია და გვჯერა, რომ ის გახდება დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა და ნამდვილი მემკვიდრეობა, რომელსაც არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობა შეიყვარებს, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებიც. ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი უკვე 19 წელზე მეტია, რაც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს განსაზღვრავს. 51 დასრულებული და 30 მიმდინარე პროექტით 48,000-ზე მეტი ოჯახისთვის არქი უკვე სახლის სინონიმია. გაიყიდა კიდევ ერთი ბინა ნომერი 183 და გთხოვთ მიულოცოთ.
ახლა შტაბ-შტავი არის თვითონ პროექტის შედეგებიც, რაც დაიდო გრანდიოზული ფასდაკლების დღეს და ახლა უნდა განვაგრძოთ თემაზე საუბარი სტუმრებთან ერთად. დავით გელაშვილი, არქის მარკეტინგის დირექტორი და გვანცა ოქროპირიძე, არქის უფროსი პერსონალური მრჩეველი. მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად სასაუბროთ ამ თემაზე. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. 5 საათში 644 ბინა გაიყიდა და აბსოლუტური რეკორდი არის რეგიონში. ეს უკვე გავიგეთ და თქვენ ეზით რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა, რომ აი კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში ამ პროექტზე იყო აი ამ ხელა ინტერესი. ვფიქრობ, მთავარი ფაქტორი არის ჩვენი მომხმარებელი, რომელიც გვიცხადებს უდიდეს ნდობას და ეს ნდობა ჩვენს გულს აძლევს დამატებით мотивაციას, რომ შეუძლებელი შეძლოს ესეთი გრანდიოზული პროექტები გააკეთოს და რა თქმა უნდა მათ იმედები არ გაუცროთ. ჩვენთვის მომხმარებელი არის გმირი, რომლის გარშემოც ტელეკომპანია ტრიალებს. კი ბატონო, ქალაქში უკვე ძალიან საინტერესო ჟღერს თვითონ სათაურიც ჩვენ ვისაუბრეთ არაერთხელ, მაგრამ კონცეფცია კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ ჩვენს მომხმარებელსაც, აი დარჩენილი ცოტა ბინის შეძენაც რომ მოახერხონ. ეს არის სრულად თვითყოფადი უბანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მობილიზებამდე მოისურვოს და დაჭირდეს, ყველაფერი იქნება ტერიტორიის ფარგლებში. აქვე მინდა ხაზი გაუსვა გამწვანებას, რაც არის უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის, პროექტის 75% ეთმობა გამწვანებას, შეიძლება პროცენტებში თვალსაჩინო არ იყოს, მაგრამ ზომას თუ შევატარებთ, ეს არის დაახლოებით მზიურის პარკის ზომის ფართობი, რაც ფაქტიურად მობინადრეებს ექნება თავიანთ კომპლექსში. აქვე დავამატებ, რომ პროექტი იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო არის, რომ არქის თანამშრომლებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და 25 ბინა თანამშრომლობა შეიძინეს და ასევე სტუმრის სტატუსით მოწვეული ხალხი, რომელიც იქ არაპირებდა ბინის შეძენას და კონტრაქტორები, რომლებიც გვეხმარებოდნენ ღონისძიების, ასე ვთქვათ, ორგანიზებაში, ადგილზე მოისმინეს, გაესწრნენ პროექტს და დღის ბოლოს უკვე ბინები შეიძინეს. გვანცა თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, აი თქვით, რომ უპრეცედენტო ციფრი დაფიქსირდა, ელოდით თუ არა აი ასეთი გაყიდვების მასშტაბს და მყიდველი, როდესაც თქვენთან მოდიოდა პრეზენტაციის შემდეგ, რა იყო მთავარი, რასაც ამბობდნენ, იყო თუ არა ეს მაგალითად აი ეს გამწვანების ფართობი, რომელიც ნამდვილად თვალსაჩინოა და შთამბეჭდავი. დიახ, მოგახსენებთ, ჩვენ 20 სექტემბერს საზოგადოებას და მომავალ არქივებს ვაჩუქეთ კიდევ ერთი გაყიდვების დღესასწაული. ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები, ვინაიდან იყო აურა, საოცარი ღონისძიება იყო ეს არქის დიდი გუნდის დამსახურებით და ჩვენი დიდი გამოცდილების დამსახურებით. აბსოლუტურად ერთ ჯაჭვად შეკრული მუშაობდით და ჩვენ იქ დამსწრე საზოგადოებას ვაჩუქეთ უზარმაზარი ემოციები და უკავშირი გვაქვს უკვე ვინც ბინა შეიძინა მათგან არის ძალიან ბედნიერები, გვიხდიან ძალიან დიდ მადლობას და კიდევ მზად არიან რომ მომავალი ინვესტიციებიც არქისში გააკეთონ. მთავარი ფაქტორი რა თქმა უნდა იყო ჩვენი აღნიშნული პროექტის უნიკალურობა, რაც ამ კონკრეტულ პროექტს თბილისის ახალ ცენტრად აქცევს ძალიან მაღლა, ეს იქნება ყველაზე პრესტიჟული უბანი, ყველაზე პრესტიჟული პროექტი, ყველაზე სასურველი და საინტერესო, ვინაიდან თანამედროვე ადამიანს მხოლოდ საცხოვრებელი ლოკაცია და პროექტი არ სჭირდება, მას უკვე ფიზიკური თუ გონებრივი განვითარებისთვის უკვე დამატებითი სხვა სერვისიც სჭირდება და ინფრასტრუქტურად, რასაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ჩვენი მომხმარებლის უპირობონდობა არის ის ფუნდამენტი, რაზეც ჩვენი კომპანია დგას, ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და კიდევ უამრავი სხვა. გვანცა საჭიროებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ახლა პირველი რაც გამახსენდა, ეს არის პირობითად რაღაცა სპორტული დარბაზები, კაფეები, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოეწყობა Grand Avenue-ის ტერიტორიაზე. აბსოლუტურად ყველაფერი მოეწყობა, როგორც მოგახსენეთ, იმისათვის, რომ ადამიანმა გარდა კომფორტულად ცხოვრებისა, კიდევ სხვა დამატებითი სერვისები მიიღოს, კინოთეატრიდან დაწყებული, მუზეუმი. ის გადის თქვენი სარეკლამო რგოლით, ეს სკოლაც იყო მითითებული. ჩვეულებრივი სკოლაც იქნება? სკოლაც იქნება, ასევე იქნება საბავშვო ბაღი, განსაკუთრებულ განათლებას მიიღებენ ბავშვები, ვინც იქ ისწავლიან. რა თქმა უნდა, ეს ის დღე იყო, რომელიც ვინც გამოიყენა, ძალიან ბედნიერია, მადლობელია, მათი ფინანსური სარგებელი უკვე დაახლოებით 15-დან 20%-მდე არის 24 საათში და ის ციფრი, რაც გაყიდვების ეს ციფრი, რაც ჩვენ საზოგადოებას
საზოგადოებას გავაცანით, არის ისეთი სენსაციური, რომ ცოტა დაუჯერებლადაც ჟღერს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვრჩა გულნატკენი, უბრალოდ ბინა არ შეხვდათ და ამისათვის ბოდიშს ვუხდით, რომ ვერ შეიძინეს იმ დღეს ბინა, თუმცა დაელოდონ ჩვენ კიდევ გვექნება აღნიშნულ პროექტში სხვა კორპუსი და მიეცემათ საშუალება, რომ ბინა შეიძინონ არქივში. კონცა, ჩემი ყურადღება მიიქცია საგანმანათლებლო საკითხმა, რაც ვახომე ჩენიშნა ვიდეო რგოლის ყურებისას და თვითონ ბაღზე რო ვისაუბროთ პირობით და თუნდაც სკოლაზე, მაგრამ ბაღის ოპერირებას აი თქვენ კურირებთ, აკონტროლებთ, იმიტომ რომ აქცენტი გააკეთეთ ისე ძლიერ განათლებაზე და როგორ ხდება? განსაკუთრებული განათლების საბავშვო ბაღი და სკოლა იქნება. ჩვენთვის ეს იქნება პირველი პროექტი აღნიშნულ კონკრეტულ პროექტში და როგორც ყოველთვის მოწინააღმდეგეები ვართ და პიონერები ვართ ყველაფერში, გვექნება ამ გრანდიოზულ ტერიტორიაზე იმის საშუალება, რომ არქივების ბავშვებმა ისწავლონ ამ ტერიტორიის დატოვების გარეშე მიიღო. სკოლაში არა დააგვიანოს. არ დააგვიანოს კი ბატონო. და შესვენებაზე სახლშიც აირბინოს. კი ბატონო, შესანიშნავია. კი, ყველაფერს ჩვენ უზრუნველყოფთ, იცით რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ვაშენებთ უძრავქონებაში დეველოპერები ვართ, კიდევ დამატებით სერვისს ვთავაზობთ, ეს სერვისების ნუსხა არ მცირდება არასდროს, პირიქით იზრდება, ვიზრდებით მთელი კომპანია ჩვენს არქივებთან ერთად და კიდევ მეტ და მეტ სიახლეს ვთავაზობთ მუდმივად. ახლა გასაგებია რატომ გადაწყვიტეს თანამშრომლებმა და თქვენმა დამხმარე პირებმა იქვე შეეძინათ ეს ბინა და ეს ციფრიც რატომ დაფიქსირდა. ეს არის პროექტი, რომელიც შეუძლებელია ერთი ნახვით არ შეუყვარდეს ადამიანს, ასე რომ ყველა მიიღოს ძალიან მე აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი დაკვირვებას ალბათ საწარმოებთ ხოლმე შემდგომ უკვე ასეთი დღის შემდეგ თქვენ პერსონალური რჩეველი ხართ და უკეთესად გეცოდინებათ. ძირითადად რა მიზნობრიობით შეიძინეს აი ამ შემთხვევაში ამ 654 ადამიანმა ბინა? ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძინა საცხოვრებლად, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი უკვე ძალიან გადატვირთულია და ცდილობენ უკვე ბინაში არჩიონ ისეთ ადგილას, სადაც მათი ჰუმანური განვითარებისთვის მეტი საშუალება იქნება. თუმცა საინვესტიციოდ ეს ლოკაცია და ეს კონკრეტული ჩვენი პროექტი იმდენად საინტერესოა, რომ გამორიცხულია ინვესტორს არ დააინტერესებს. ასევე ჩვენი ემიგრაცია, ვინც საქართველოსდან არის წასული, მუშაობს და უნდა რომ მისი შრომის შედეგი ზუსტადად რომ არქისნაირ კომპანიაში ბინის შეძენით გამოიხატოს, რა თქმა უნდა, მათაც ძალიან დიდი შენაძენები გააკეთეს, ბევრი ბინა შეიძინეს, ძალიან გვიხარია, გვიყვარს ყველა ჩვენი არქერი, ვინც მით უმეტეს ენატრება საქართველოს და არქიში ბინა თითქოს ის ღუზაა ხოლმე, რითიც ჩვენ სამშობლოს უკავშირდებიან. აქედან ყველას მოკითხვას გადავცემთ და კიდევ მრავალი შეეძინოთ ჩვენთან და ესეთი ჩემი დაკვირვებით არქიში ბინა მხოლოდ ბინა არ არის, იმიტომ რაღაცნაირად ოჯახი არის, ხო ეს არქელების ოჯახი და არაერთ ღონისძიებას აკეთებთ ხოლმე წლის განმავლობაში, თქვათ არქელებისთვის და ალბათ ეს კიდევ ერთი ინტერესია, რომ გავხდი არქელი რაღაცნაირად სტატუსი არის. კი, რაღაცა community გვაქვს ჩვენ კომპანიაში, იყო არქელი, არ არის ეს უბრალოდ ბინა მაქვს. ჩვენ ბინის გაყიდვის შემდგომ მომსახურების სერვისი, ასევე როდესაც უკვე კორპუსი ავაშენეთ, დავასრულეთ, გადავეცით მობინადრეს გასაღები, ასევე კიდევ არქელებზე ზრუნვის მენეჯერი ყავს ჩართული და მუდმივ პროცესში ვართ ჩვენ არ უწყობთ. მუდმივად ზრუნავთ მოკლედ თქვენს მომხმარებლებზე და მაცხოვრებლებზე. ზრუნვა არქელებზე. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. წარმატება იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესდა ახლა, შედარებით გვიან, მაგრამ მაინც დაინტერესდა არქის სხვადასხვა პროექტით და დარწმუნებულია, რომ მათთვისაც გექნებათ კიდევ არაერთი შეთავაზება. წარმატებები თქვენ.